მოგესალმებით. ისეთი ამბებია ჩვენს გარშემო, აბუნიც კი გაცოცხლდა და განიცდის საქართველოს ბედს. მაგრამ აბუნისგან განსხვავებით მე არ განიცდი საქართველოს ბედს. ჯერ ისეთი შეგახსენებთ, რომ პეტიციას უნდა მოვაწეროთ ხელი აუცილებლად, და ეგერ ლინკს დავურთავ, იმისათვის, რომ ჩვენი ხმა მივაწვდინოთ ამერიკას. ვანახოთ, რომ გვინდა მეგობარი აქტი, ყოველ შემთხვევაში. თორე ამერიკა, რასაც გეგმავს საქართველოსთან მიმართებაში, ის უკვე კაიხნის დაწერილია და მოვლენები დაიძრება თებერვლიდან. ეს მე ვიცი ზუსტად. მაგრამ ძალიან ბევრი ოპოზიციურად განწყობილი ადამიანები და მათი ლიდერები ჩემს მიმართ დაცინვით არიან და ჭოროობენ კულუარულად, რომ ეს ქალი აფრენს, ვერ არის მატოზე, თვითმარქვია არის, ასე შემდეგ. კიდია. მაგრამ მათი აზრი მე მკიდია, მე უფრო განვიცდიდი მეგობრებო, shutdowns, რომელიც 40 დღე გაგრძელდა, უპრეცედენტო 40 დღე გაგრძელდა ამერიკაში, დემოკრატების მიერ შექმნილ shutdowns და მადლობა ღმერთს დემოკრატების მხარეს აღმოჩნდა სენატორები, რომლებმაც გახსნეს ეს shutdown-ი და მხარი დაუჭირეს ტრამპის ადმინისტრაციას და რესპუბლიკელებს. ეს ძალიან მნიშვნელოვანია. სამწუხაროდ ამერიკაში ძერ კიდევ რჩება ჩემს ახლობლებში, ჩემს სანათესაოში გაქანებული დემოკრატები, უკვე დემოკრატებიც აღარ ქვია ამას, ახლა სოციალ-ბოლშევიკები, რომლებიც გმობენ ტრამპის ქმედებებს, ტრამპის ადმინისტრაციის მოქმედებებს და ასეთებთანაც მომიწია შეჯახება. აქ ატყდა ხალხი ორბანს როგორ შეხვდა, ორბანი ხომ რუსეთი. თქვენ ახლა ტრამპს ასწავლით დიპლომატიას, ტრამპს ასწავლით გარიგების ენას. დიახაც რომ ორბანი არის საჭირო იმისათვის, რომ შესრულდეს რაღაც საკითხები, დასრულდეს და დაელოდეთ ამ მოვლენას. აუცილებლად ნახავთ, რომ ეს ასე იქნება. ეხლა რაც შეეხება იმ ადამიანებს ჯერ კიდევ რომ ეზიზღება ტრამპი, იმ ადამიანებს, რომლებიც უყურებენ BBC-ს, კითხულობენ Wall Street Journal-ს, აგერ BBC-მ ბოდიში მოუხადა, ტრამპა უთხრა, თუ ბოდიშს არ მომიხდით, 1 მილიარდით გიჩივლებთ. აგერ 20 მილიარდზე არის სასამართლო დავა Wall Street Journal-თან ტრამპისა. CNN-ის ყურება რო არ შეიძლება, თქვენც ხომ კარგად იცით. და ასე შემდეგ. ეხლა მამდარნიზე არ დამალაპარაკოთ, ეხლა ის რაც ხდება იქ, ეგ საშინელება არის და ვისაც მისი მოსვლა გაუხარდა და აქ გაუხარდა ბევრს. ეს დაელოდეთ მაგ შოუს კიდე ცალკე რა. ეგ შოუ ძალიან გააძლიერებს კიდევ ერთხელ ტრამპს და საერთოდ გაიგეთ, რომ ეს ადამიანი დონალდ ტრამპი არის ღვთისგან მოვლენილი ადამიანი, რათა გადაარჩინოს არა მარტო ამერიკა, არამედ საქართველოსაც უშუალოს. იმიტომ რომ ჩვენ ძალიან ვჭირდებით მის ადმინისტრაციას. აი ამ ჩვენი ჩამპალი ოპოზიციით და ასე შემდეგ. დიდი ამბები გველოდება, ჩემო მეგობრებო, სიხუთის შეხვედრაც ვნახეთ, ჩავიდნენ, მოეფერენ ამ კაცს. ყველაფერი კარგად არის, ნელ-ნელა ჩვენსკენ მოდის.